მეცხრე ადგილი რაღაცა მხოლოდ VR-ის შედეგი იყო თუ ცოტა ძნელი გასაგები იყო მისი პოზიცია. მე შევეცდები ორი სიტყვით. მაშინ დამატებითი განმარტება გავაკეთო. მეცხრე ადგილს თავკარგავთ არ არის ლაპარაკი. უბრალოდ მან თქვა რომ ეს მეცხრე ადგილი არის მნიშვნელოვანი. საერთოდ ჩვენი წინა ხელისუფლება შეჩეული იყო რომ უფრო ფასადური ცვლილებები შეეტანა კანონმდებლობაში, ანუ საინვესტიციო გარემოს ვირტუალური, ესე რომ ვთქვათ, გარსი შეექმნა. ინვესტორები მართლა ჩამოდიოდნენ, ტყუილდებოდნენ ამ მეცხრე ადგილით, ჩამოდიოდნენ, შეხედავდნენ რეალურ სიტუაციას და მიდიოდნენ ისე უკან, ხო? ჩვენ რო გადავხედოთ საინვესტიციო რუკა საქართველოს, ხო? მოსაბჭოთა სახელმწიფო კომპანიები, სად არის სერიოზული დასავლური კაპიტალი? ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპელებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, პროდასავლურები ვართ ამერიკულ, არ არის არც ამერიკული ინვესტიციები და არც ევროპული ინვესტიციები. პრემიერმა თქვა ძალიან მარტივი რამე. მთავარი ის კი არ არის ჩვენ რეგისტრაციაში რამდენ ხანში გავატარებთ კომპანიას. მთავარია რომ პოლიტიკური რისკები არ იყოს ეკონომიკურ სივრცეში. ორი დღის ფინანსთა მინისტრმა საუბრა და თქვა რომ აზერბაიჯანისთან აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გვაქვს მოლაპარაკებებიო ინვესტიციებზე და არც ერთი დასავლური კომპანია მას არ დაუსახელებია, რომელიც და ჯერჯერობით ისიც არ არის ის ინვესტიციებიც არ არის. თქვენ ძალიან სუსტრაფი ხართ და საერთოდ მიხეილ სააკაშვილმა ისე სწრაფად მოირგო ოპოზიციონერის მანტია, ორ თვეში და სამ თვეში ის ვითარება, ის კატასტროფული ვითარება, რაც ჰქონდა, არ იცვლება. ინვესტორთან გრძელვადიანი მუშაობა საჭირო რომ ნდობა გაჩნდეს, ან ნდობა აღდგეს. ნდობა დაკარგულია. პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ვინ შემოვიდა, ორი ამერიკული კომპანია იყო საქართველოს შემოსული, ეს იყო AES და მეტრომედია. სააკაშვილის დროს აი ვირტუალური, ესე რომ ვთქვათ, ფასადური კეთილდღეობის AES შევარდნაძის დროს იყო და გავიდა ჩაანაცვლა სხვა შორის რუსულმა კომპანიამ და მეტრომედიამაც დატოვა საქართველოს თავის დროზე, ხო? ორი ამერიკული კომპანია იყო, ორადორი მეტრომედიამ სააკაშვილის დროს დატოვა. ეხლა რითი მოვიზიდავთ ინვესტიციებს ჯერჯერობით არ ჩანს. სტაბილ იმით რომ ბიზნესის კეთებაში ხელისუფლება აღარ ჩაერევა და პროკურატურაში არ მოხდება ხორცის მანქანაში გატარება და წილების გადანაწილება ბიზნესებს შორის. ეკონომიკის გადაფორმება, გადმოფორმებები. თქვენ გაბრალებთ ბატონ გიარი? ხო, არა, მე ვიცი რომ გაბრალებენ. და თქვენ თქვით რომ გულის ტკივილის გასაზიარებლად მოდიანო და რა გულის ტკივილს გიზიარებთ? არაფერი, მე დამიგროვდა ძალიან ბევრი ფაქტობრივი ინფორმაცია, ზუსტად ესე რომ ვთქვათ, ჩემ თემას ქვია ესე რომ მე ფაქტიურად მუშაობ, სწავლობ იმას, თუ როგორ მუშაობდა ეს კრიმინალური, ფაქტობრივად მაფიოზური სისტემა, რასაც ერქვა ბიზნესების ინტეგრაცია ხელისუფლებაში, ხო? დამიგროვდა ძალიან ბევრი საინტერესო მასალა, რომელიც ცოტა ხანში გასაჯაროვდება, რომელიც გამოცდილებად ხარ გადაიქცა. ხო, მინდა გახარო. ეს არ არის ჩანაცვლების პრინციპით, ხო? ჩანაცვლების პრინციპით ყველა შემდეგი ხელისუფლება ამას აკეთებდა, ეს აღარ მოხდება ამ ქვეყანაში. ეხლა უბრალოდ გაუქმდება ხელისუფლებას. რატო ამბობენ, როგორც ადრე კეზერაშვილზე ამბობდნენ, ისე ამბობენ. ძალიან მარტივად გეტყვი, იგივე ჩაანაცვლოთ კეზერაშვილი, თქვენთან დადიან, თქვენ ამას გულის ტკივილის გასაზიარებლად დადიან, მაგრამ რომ დადიან ამას არ უარყოფ. არსებობს ლეგენდა ხუხაშვილზე და არსებობს ცოცხალი ხუხაშვილი. თქვენ ვისთან გინდათ ეხლა საუბარი ლეგენდასთან თუ ცოცხალ ხუხაშვილთან? მე მინდა გამოვარკვიო რა არის სადგადის ზღვარი ლეგენდასა და სინამდვილეში. აი სადგადის ზღვარი, ხო? ყველგან იყო, ყველა ბიზნესში, ყველა სერიოზულ ბიზნესში იყო სახელმწიფო წილი. თქვენ ბენზინი რო გაიაფთა ბოლო პერიოდში. სად გაიაფთა? აი გვაინტერესებს. ბატონ, აი მე არა ვარ მომხმარებელი, გითხოთ ბატონ გიას. მე გეტყვით 25 თეთრით, ხა თუ უარყოფს ამას ბატონი გია, არ ვიცი მაშინ. აი გითხოთ მაშინ. რაღაც არა, ნუ არ ვიცი ახლა ამაზე. არ არის ესე? მაშინ ეხება წავიდეთ გასამართსადგურთან. ერთი ბენზინგასამართი სადგური გია, როგორც აღმაშენებელზე არის, მიგვაწავლა და მთელი თბილისი აღმაშენებელზე ხო არის? არა, დიდი ბოდიში, მაგრამ ყველგან გაიაფთა დაახლოებით 15-დან 25 თეთრის დიაპაზონში და ფასების გრადაცია გაჩნდა, რაც მთავარია, რაც ადრე არ ხდებოდა. ლარი და 90 რომელ ბენზინ გასამართსადგურზეა ბრენდირებულ გასამართსადგურებზე ვსაუბრობ. ლარი 2 ლარამდე ჩამოვიდა ფასი, 2 და 15-დან 2 და 20-დან და ასე შემდეგ. დიაპაზონი გაჩნდა. კონკურენცია გაჩნდა ბაზარზე, ანუ სახელმწიფო წილი, რომელიც არა მხოლოდ ამ ბიზნესში. მე ცოტა მეტი ინფორმაცია მაქვს, უბრალოდ ეხლა ვერ ვამბობ, მაგრამ დოკუმენტალურად დავასაბუთებ ცოტა ხანში, თუ სად რომელ კაბინეტში, რომელი ძალოვანი მინისტრის კაბინეტში მიდიოდა წილი. ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი ბიზნესიდან ლეგენდა გვესმის და ლეგენდა უნდა მე არ ვასაჯეროებ ამას ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ არ მინდა ბიზნესი დავაზიანო, ხო? მას შემდეგ რაც ბიზნესი აღიარებული იქნება ამ ქვეყანაში როგორც მსხვერპლი ხელისუფლების აი ამ კრიმინალური სისტემის, ხო, ამის შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაიგებ.
თუ გნებავთ ექსკლუზივი, თქვენ გეკუთვნით თქვენ ეთერში მოვალ. სხვათა შორის ერთ-ერთ თქვენთვის საინტერესო სამინისტროში რა ხდებოდა, ამაზე ფაქტობრივ დოკუმენტალურ მასალას დაგიწყდით. ველოდები ექსკლუზივს, ბატონია. თქვენთვის თქვენ როგორ შეაფასებთ ბატონ ივანიშვილის გამოსვლას დაოსში, სადაც ის შეხვდა რუს ბიზნესმენებს, თქვა რომ მედოდებსაც შეხვდა, ხელი ჩამოართვა, გაჩვენა როგორ ჩამოართვა ხელი? ანუ ხელი ჩამორთმევას თავისთავად არაფერი არ უჭირს, თავის ის რომ ასე ვთქვათ, უბრალოდ სააკაშვილის შეცვლის ფაქტით რუსეთის ხელისუფლებას აღარ აქვს რაღაც ესეთი საბაბი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკოს, ну ეს გარკვეული შანსია და შეიძლება ხელი ჩამოართვა, თავარია ეს. არა, რა თქმა უნდა, ხელი. ეს ამაში ასე ვთქვათ, ხელის ჩამორთმევაში, მედვედევისთვის ხელის ჩამორთმევაში პრობლემას ვერ ვხედავ. დავოსის აი ამ გამოსვლაში რისი ფრაგმენტებით მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას ვხედავ, იმიტომ რომ ნუ ამ შემთხვევაში შიშობ რომ ჩემი აზრი პრეზიდენტისაც დაემთხევა, რომელიც შემდეგ ასევე მოვისმინეთ, ნუ ქვეყნის ხელმძღვანელი რო არის რაღაც ადგილას, სადაც რაღაც ბიზნესის და ინვესტორების ინვესტიციების საკითხები იხილება და რაღაც შეიძლება მისი საქმეა რომ მოიზიდოს ინვესტორები და არა შეაშინოს და არ უთხრას რომ აი ჩვენთან რო სააკაშვილი რო გამოლებდათ ასე ვთქვათ რომ კარგი ვითარებაა ეს ტყუილია თუნდაც ასე ფიქრობდეს ან ასე ვარაუდობდეს ეს ძალიან უცნაური გამონათქვამია ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მხრიდან. კი ბატონო, გადავიდეთ თუ დასაბუთებამდე. ეს კონტექსტიდან ამოგდებულია, მან ეს რო თქვა, მე გააგრძელა კიდევაც ბატონიგი ალბათ გაეცნობა ამას, ხო, მან თქვა რომ ის მონაცემები რაც გაჩვენებდა წინა ხელისუფლება, ეს კი არ არის მთავარია ის რომ თქვენ გექნებათ რეალური გარანტიები, ანუ პოლიტიკური რისკები არ იქნება, იქნება კონკურენტული გარემო, არ იქნება მონოპოლიები და თქვენ გაგეხსნებათ სივრცე. ეხლა იქ გაუშვეს ერთი პატარა ფრაგმენტი სიუჟეტში რაზეც გააკეთა დიდოსტატმა, ესე რომ ვთქვათ, PR-ის და ჭიქაში ქალიშვილის ატეხვის დიდოსტატმა სააკაშვილმა, ესე რომ ვთქვათ, კომენტარი და ბატონიგი აგრძელებს იმ ხაზს. აი ეს ჯაჭვი. მეტი არაფერი არ არის. კონტექსტიდან ამოგდებულ ერთ ნაწილზე კეთდება მე ანალიზი, პოლიტოლოგიური ანალიზი, ეგრეთ წოდებული ანალიზი. მე ამას ანალიზს არ ვეძახი, რაც ახლა ბატონიგი ამბობს. ეს არის პროპაგანდისტული ტექნოლოგიური მეთოდი, მეტი არაფერი. თუმცა სრული უფლება აქვს ესე მოიქცეს, ახლა ეს ყველა ადამიანი თავისუფალია, რა თქმა უნდა. პოლიტიკოსმა არ უნდა გააკეთოს ეს განცხადებები, რომ ეს ეგრეთ წოდებული კონტექსტიდან ამოღება შეიძლებაოდეს და მან ეს განცხადება, არ უნდა არ ნამდვილად აღწევს, ასე რომ ეს ვერანაირი კონტექსტი ჩემთვის ამას ვერ ახსნის. ხო, მაგრამ თქვენ კონტექსტებზე კომენტარების კეთება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ და ანალიზის კეთება. ეს შემიძლია, მაგრამ ეს საკმარისი ხელოვნება არ არის ეს საკმარისი. კი ბატონო. თქვენ თუ რეალურად ღრმად გინდა ჩახედვა, ხო, მაშინ უნდა დაინტერესდეთ და მთლიანად უნდა გაეცნოთ მასალას. ესე არის მოწყობილი ტელევიზია, რომ ნაწილს გვაწოდებს და არა მთელ მასალას. ხო, მაგრამ იმის კომენტირება ხო შეუძლია. როცა მთელს უყურებს, თუ ადამიანი იბრალებს, ან ქვია, ან პრეტენზია აქვს, რომ ეს ანალიტიკოსი, ხო? მაშინ უფრო სერიოზულად უნდა შეხედოს ამ საკითხს და არა ტელესიუჟეტებიდან მიწოდებული ინფორმაციით აკეთოს მერე ღრმა ანალიზი. დავოსში არ ყოფილა რა. კი, მაგრამ შეიძლებოდა ამის მოპოვება თუ ადამიანს აინტერესებდა. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა კონტექსტზეც ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან მოხსნაზე ამ სტუდიაში განაცხადა წინა გადაცემაში. გამოვარკვევთ მაგისთვის ხართ აქ რომ ესეც გავარკვიო. ვერ გამოვარკვევთ. თქვა რომ ძიმესაუბარი ქონდა პრემიერთან, მეორე დღეს ჩვენ ვიგებთ რომ ის აღარ არის ვიცე-პრემიერი, ბატონი ალასანია სხვა ვერსიას გვაწოდებს რომ ის მთლიანად უნდა კონცენტრირდეს თავდაცვაზე და ამიტომ მოხდა ეს გათავისუფლება, თუმცა შემდეგ ბევრად უფრო გულწრფელად ხსნის ბატონი ივანიშვილი რომ გააღიზიანა იმ ფაქტმა რომ ირაკლი ალასანია თავის პარტიაში განიხილავდა პრეზიდენტობის თავს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატად, რომ ამან გამოიწვია რეგიონებში დაბნეულობა და ამას მოყვა მისი დასჯა. და რომ ეს იყოს სიგნალი რეგიონებისთვის, ესე თქვა მან. დავსაჯიო ესე თქვა სიტყვას. მან თქვა რომ ეს იყოს სიგნალი, ნუ დასჯას ჩვენ შეიძლება შევაფასოთ. კი, მაგრამ ძალიან ესე მე მგონი აბსოლუტურად კეთილგანწყობილად ითქვა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ეხლა ჩვენ ვამწვავებთ ტერმინოლოგიით და რაღაც გვინდა რაღაც დრამატიზაცია მოვხდინოთ სიტუაციის.
მე ვფიქრობ, რომ პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური მოტივი როგორც შალვა ნათელაშვილმა თქვა, თავის კოალიციაშიც არ აუცნებებსო ხალხს. ხო, არა, ოცნებაზე არის, იცით? თავი ოცნებობდა იქნება ალასანია თავის პარტიაში პრეზიდენტობაზე. აი, რატო უნდა გამხდარიყო ეს მიზეზი იმის, რომ ვიცე-პრემიერობიდან მოეცნა? ალასანიას ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს შორის მე და ბატონ გიასაც შეგვიძლია პრეზიდენტად ვიყაროთ, კეჭი პრობლემა არ არის, ხო? მე მგონი ყველა მოქალაქეს აქვს ამის უფლება. უბრალოდ საქმე იმაშია, როგორც მე გავიგე, მე არა ვარ ხომ ჩახედული, გაიკვირდები მაგრამ ეს ამ თემაში, მაგრამ მე ერთამაც გეტყვით, ხო, არსებობს მინისტრი, როგორც მენეჯერი და რა თქმა უნდა, ალასანია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წონადი პოლიტიკოსია და მას სრული უფლება აქვს და ალბათ სავარაუდოდ ექნება კიდევაც პრეზიდენტობაზე პრეტენზია, მაგრამ როდესაც გაქვს მენეჯერული ამოცანების შესაძლებელი, არსებობს კოალიცია და პოლიტიკა შენ ცხოვრებაში სხვა შორის არასაარჩევნო ციკლში იკავებს გარკვეულ პერიოდს, რაც შესაძლოა ხელს უშლიდა შენი პირდაპირი ფუნქციების განხორციელებას. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ესე რომ ვთქვათ, შენ დროში და სივრცეში იკავებს ეს დიდ ადგილს და გააკეთე მარტივი რაღაცა გააკეთე არჩევანი. შენ თუ ეხა გინდა ამ მიმართულებითია, რომ ესეც არჩევანია, ეს აბსოლუტურად მეგობრულად შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ითხოვს 24 საათიან ჩვენ არ გვინახავს ბატონი ალასანია სხვა თემით ძალიან დაკავებული ან ენერგეტიკით ან ხო არა არ გვინახავს რომ სხვა ამ დროს სხვა რამეს ახმარდა ხო არ ვიცი ის მაგალითები მოიყვა მე არ ვამბობ რომ ალასანიაში იყო პრობლემა ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს თემა გაიშალა მის პარტიაში მე როგორც მოვისმინე პრემიერის კომენტარებიდან გაიშალა მის პარტიაში და წავიდა ძალიან ქვედა დონეებზე და ანუ ფაქტიურად დაიწყო გარკვეული პოლიტიკური პროცესი შეიძლება იმის გამო რომ ალასანიამ ესე რომ ვთქვათ საკმარისი ყურადღება ვერ მიაქცია პარტიას და პარტიაში გაიშალა გარკვეული პროცესი მათ შორის რეგიონებშიც ხო პრემიერმა მაგალითი მოიყვანა რომ ერთ-ერთ რეგიონში მოხდა ესეთი და ესეთი რაღაცა ანუ ეს იმიტომ კი არა რომ ალასანიას ესე უნდოდა მაგრამ გარკვეული კამპანია დაიწყო მისმა პარტიამ კოალიციისგან დამოუკიდებელი, რაც მოგეხსენებათ, არ იყო მაინც და მაინც ასიამოვნო, არავის არ იქნებოდა არც სხვა პარტიებისთვის. კოალიცია 6 თუ 7 პარტიისგან შედგება, ხო? ეხლა ერთ-ერთი პარტია, როდესაც იწყებს კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხო? ვიცით, რომ კამპანია იყო დაწყებული? ბატონო, თქვენ თქვით, რომ არ ახარ კარგად ჩახედული, ამიტომ რომ კამპანია იყო დაწყებული. ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ მისმა თანაკლასელმა დარჩია მოუყვა ამის შესახებ. ხო, მისმა თანაკლასელმა დარჩია ამის შესახებ, რომ მოუყვა, რომ სადღაც რეგიონში ესეთი რაღაცა მოხდა, ეს შეიძლება იყოს ერთი პატარა სიმპტომი. მე კი არ ვამბობ, რომ ეხლა სულ მასშტაბიან ერთი პატარა სიმპტომი იმისა, რომ არის ნიშნები, რომ პარტიამ დაიწყო რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, კამპანიის, წინასწარი კამპანია, ესე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, პრინციპში ძალიან მეგობრულ ვითარებაში, მე მგონი შეთანხმებით ორივე მხრიდან. ბატონო, საუბარი მქონდა ბატონო ალასანიამ. არა, მძიმე საუბარი მე დღეში მაქვს 10. ხო? ვიცი, ბიზნესმენებთან. ბიზნესმენებთან არა. ბიზნესმენებს სხვა შორის მე რო გაბო ბატონ ბიზნესთან? მათ შორის ბატონ ბიზნესთანაც ყოფილა, ეხა ეს ჩვეულებრივი ამბავია ადამიანების ურთიერთობა, ესე ხდება, მე და თქვენც გქონდა ძიმე საუბარი, ერთ-ერთი ეთერი, ესეც მახსოვს, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია ადამიანები ვართ, ემოცია გვაქვს, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, ძიმე საუბარი არ ნიშნავს, რომ რაღაც კატასტროფა ხდება, ხო? აი, კახამი ქაიამ თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ეხლა ჩვენ ვიდეოც ნახეთ, რომ ვინ გაბედავს ძიმე საუბარი ქონდეს ბატონ ივანიშვილთანო. თქვენ გაბედავდით ესე კახამიქაია, გეკითხებათ ხარ თუ არა? არა, რა შუაშია გაბედვა არ გაბედვა რა. ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს. გაბედვაზე არ არის რა და ესეთი რაღაცა საერთოდ არ ხდება. ბატონ ბიზნესთან 10 კაცი ზის მოდივარ და ძალიან ცხარე დისკუსიაა ხოლმე, ხო? ერთპიროვნულად იქ არ ხდება არაფერი. აქედან გამომდინარე და მე რამდენიც ვიცი, ბატონ ირაკლი და ბატონ ბიზნესა დღესაც მეგობრობენ და არ არის პრობლემა, ერთმანეთში არა აქვთ, ხო? მეორე დღესაც, მესამე დღესაც ბატონო ბიზნესა მიქვე თქვა, რომ დღესაც ველაპარაკე და არანაირი პრობლემა არ არის. მესმის რომ ბატონ გიოს კითხოთ, იყო თუ არა ეს დასჯა ალასანიას, ესეთი სურვილი აღმოჩნდა დასჯადიო, ესეთი კომენტარი მიეცით თქვენ. დაქვეითება საერთოდ არის დასჯა, თქვათ ვიცე-პრემიერის თანამდებობა, ვიცით რომ სინამდვილეში თანამდებობა არ არის, ანუ ის არ მოითხოვს რაღაც დროს და მუშაობას, ეს არის სტატუსი და სტატუსის დაქვეითება მოხდა და როდესაც შენი უფროსი, ასე ვთქვათ, გიქვეითებს სტატუსს, ეს მე მგონი არის დასჯა. და პრაქტიკულად ბინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ეს არის დასჯა, ანუ მას პატარა შესწორა მოუვიდა უკი, ასე ვთქვათ. ტონი იყო მეგობრული, მაგრამ შინაარსი
იყო სულიად არაცალსახად. და გზავნილი როგორი იყო? გზავნილი არის ის, რომ მე ვარ აქ უფროსი, ასე ვთქვათ, და რომ რასაც მე ვამბობ, არა არის უფროსი, მაგრამ გაშლი როგორი ტიპის უფროსი არის ხადია, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაცია არის ის, რომ ეს კიდევ ერთი ისეთი უფრო კაფეო საბუთია იმისა, რომ ქართული ოცნება არანაირი კოალიცია არ არის ნამდვილში. ანუ კოალიცია ნიშნავს ისეთ გაერთიანებას, სადაც დამოუკიდებელი ორგანიზაციები არსებობს, პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები, რომელთაც თავის შიგნით აქვს რაღაც ავტონომია, მაგრამ მერე ერთად ხდებიან ერთმანეთს და არა დავამთავრებ, ხდებიან ერთმანეთს და რამეზე მოილაპარაკებენ, ასე ვთქვათ. უკაცრავად. უკაცრავად დავამთავრებ. კოალიცია, ასე ვთქვათ, ირაკლი ალასანიას არანაირი საჯარო განცხადება იმაზე, რომ მას უნდა პრეზიდენტობა არ განუცხადებია, ასე რომ კამპანიაზე საუბარი აქვს. არანაირი საფუძველი ამისა არ არსებობს, კამპანია საზღვრის თანახმად არის რაღაც საჯარო აქტი. მან თავის მეგობრებში, ძმაკაცებში, პარტია და საძმაკაცო ჩვენ თვითონ დაახლოებით ერთბეგივია ჩვეულებრივ, რაღაც განიხილა, ასე ვთქვათ, იოცნება თუგნებად პრეზიდენტობაზე. ეს ხმა მივიდა ივანიშვილამდე, დარჩიას გზით თუ სომეხი ჟურნალისტის გზით ამას მნიშვნელობა თქვაში არ აქვს. გაჟონა, ასე ვთქვათ, პარტიიდან იმ ინფორმაციამ, რომ ალასანიას თურმე უნდა პრეზიდენტობა და ეს არის, ასე ვთქვათ, დასჯადი ქმედება. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის კოალიცია. ანუ თვითონ პარტიის შიგნით რა ხდება, ესეც არის, ბიძინა ივანიშვილის საქმე აქ თხოვაში. ანუ ეს არის რაც ისედაც ცხადი იყო, ასე ვთქვათ, მრავალი სხვადასხვა ინდიკატორი, თუ უბრალოდ ეს კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ეს არის ერთი ადამიანის, ერთი კაცის გარშემო არსებული რაღაც ორგანიზაცია და არა კოალიცია. ერთი კოლექტივ შევიტან, რაც სამოს ბატონიგია ამ ლოგიკას რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ არის ერთი დიდი განსხვავება, ხო? პრინციპული განსხვავება, რაც არ ვიცი ხა უბრალოდ არ გვინდა შევამჩნიოთ თუ რა ხდება, ხო? კოალიცია როგორც პოლიტიკური ერთეული, ეს არის ერთი რამ, მაგრამ მთავრობა როგორც ესე რომ ვთქვათ, აღმასრულებელი ორგანო, მინისტრები, სახელმწიფოს მინისტრები არიან, ისინი პოლიტიკოსები არ არიან, ისინი აღასრულებენ ხალხის ნებას. მინისტრთა კაბინეტში თუ არ იქნა ვერტიკალი, ძალიან მკაცრი ვერტიკალი, არც ერთი პარტიის წევრი, ანუ პარტიული მოღვაწეების კონგლომერატი კი არ არის მთავრობა. ისინი არიან სახელმწიფო მოხელეები. პარტიული კოალიციაში ხوار იყო შეუთანხმოება, რომ თავდაცვის სამინისტრო რაღაცას ისეც აკეთებდა, რომელიც არ მოწონდა პრემიერს. აქ იყო ზუსტად პოლიტიკური ნიშნულობა. კოალიციაში თავმჯდომარე რო არის ბიძინა ივანიშვილი და მოადგილე რო არის ესე ვთქვათ, ირაკლი ალასანია, რა თქმა უნდა, კოალიციაში ის მას ვერ მოხსნიდა, იმიტომ რომ იქ პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ თავრობა გახლავთ ორგანო სახელმწიფო არ იყო ბატონ გია ამ შემთხვევაში ეს იყო წმინდა კოალიციის საკითხი ვინ დააყენებდა საპრეზიდენტო კანდიდატად კოალიცია ის ვიცე-სპიკერობიდან ვიცე-პრემიერობიდან თავის სურვილით როგორც მან თქვა გათავისუფლდა ამ დისკუსიის შემდეგ ხო ანუ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არა კოალიციის მოადგილეობიდან ხო კოალიციაში სხვა პროცესი მიდის პოლიტიკური პროცესი მიდის და მთავრობა არის მენეჯერული ორგანიზაცია რომელიც ქართულმა ხალხმა დაიქირავა რომ თავის საქმე აკეთოს აქ რა იყო მენეჯერული შეუთანხმებლობა არ ყოფილა თქო მაგას გეუბნებით ეს ხო არ იყო მას რომ უნდოდა რომ ოცნებობს ალასანია თქვათ პრეზიდენტობას ეს ხო არ არის მენეჯერული შეუთანხმებლობა პრემიერსა და მინისტრს შორის ან ვიცე-პრემიერს შორის. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გარჩეულიყო კოალიციის შიგნით. კოალიციის შიგნით. მაგრამ არ განხილულიყო რა კი ეს არ დაუყენებია ალასანიას. მინისტრები, მე არ ვიცი იქ რა საუბარი იყო შიგნით, ხო? მაგრამ მე ერთ რამეს გეუბნებით, რომ მინისტრები არიან ქვეყნის მინისტრები. მათ უნდა შეასრულონ თავის პირდაპირი ფუნქცია. მე ალასანიაზე არ ვლაპარაკობ, ზოგადად ვლაპარაკობ მოსაზრებას გამოთქვა, ხო? მაგრამ მინისტრი ამავე დროს არის ქმარი და თავისუფლთან დასაკეთებს არ არის ეს. არა, დიდი ბოდიში თავისუფლთან პარტიასთან დასაკეთებს ასევე თავისუფლთან სამუშაო საათებში არ აკეთებს ალბათ, ხო? საღამო სახლში რომ მიდის მე, ხო? იქნებ საღამოს საათებში აპარაკა, იქნებ საღამოც ელაპარაკა. აქ ლაპარაკზე არ არის ლაპარაკი, აქ იყო კონკრეტულ ფაქტებზე, რომ რეგიონებში ალასანიას მიღმა შესაძლებელია. მე კი არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია მოახდინა ამის ის, ხო? მის მიღმა რეგიონებში დაიწყო რაღაც პროცესი, ხო? რაღაც პროცესი, კამპანიის მაგვარი. ამაზე იყო ლაპარაკი
იმაზე იყო ლაპარაკი, რომ თვითონ ირაკლი შეიძლება ირაკლის ამის სტიმული საერთოდ არ მიუწია. თავისით დაიწყო, ანუ აი იმ საუბარს, რომელიც შეიძლება სადღაც შედგა, მოყვა, ანუ წავიდა ჯაჭვში და ამან მიიღო რაღაც პროცესის სახე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაცის мотиваცია, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მან არჩევანი ის არის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის სფერო არის ძალიან სერიოზული სფერო, მოგეხსენებათ, თავისი ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებებია ძალიან სერიოზული, ჯარის რეფორმირება და ის შემდეგ, ხო? დღეს არ არის აქტიური პოლიტიკური ციკლი. აქტიური პოლიტიკური ციკლი და აქედან გამომდინარე, ყველა მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ ისინი ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს, ისინი არ არიან პარტიული პოლიტიკოსები, არც ერთი მინისტრი, რომელიც ფიქრობს თავის პარტიაზე, ვერ შეასრულებს თავის პარტიულ კარიერაზე ან ესე რომ ვთქვათ, სხვა ამბიციებზე სამუშაო საათებში მექმედებაში, ხო? და არა ზოგადად, რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიას არათუ კითხვა ჩდება, რომ უნდა კონდეს, რა თქმა უნდა კონდეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჭონადი ფიგურა პოლიტიკური საქართველოში და ესე ვადასტურებ ჩემ პატივისცემას და ნამდვილად პრეზიდენტობის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კანდიდატია ამ ქვეყანაში, რა თუნდა ამას ლაპარაკი. ამის შემდეგ გაუჩნდება თუ არა სულ. ამის შემდეგ არ ამგონია რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მას ვინმე განიხილავდეს. ნუ რატო ეხა რატო? მოდით ირაკლი ტაბლიაშვილი ჩავთვალოთ პირდაპირ ეთერში. ირაკლი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ირაკლი, როგორ ფიქრობ, რა იყო ეს დასჯა ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა ირაკლი ალასანიასი მისი სურვილის გამო? თუ ეთახმებით იმ აზრს, რასაც ბატონი გია ამბობდა? რომელი გია? გია ხუხაშვილი. არა, ამას არ ეთახმებით. თქვენ როგორ ფიქრობთ და კიდევ ერთი თქვათ ტონი შემოვიტანოთ აქვს განსხვავებულიც, რომელიც რამდენიმე ექსპერტმა გამოთქვა ეს თვალსაზრისი, რომ შესაძლოა ეს საგარეო პოლიტიკის იმ კურსის დასუსტება იყოს, ალასანიას დასუსტება, რომელიც ეხლა დეკლარირებულად აქვს აღებული ქართულ ხელისუფლებას. დეკლარირებულად საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ყოფილ ხელისუფლებას მოგეხსენებათ აქვს აღებული პროდასავლური კურსი. მე არ მახსენდება პრემიერ ივანიშვილის არც ერთი განცხადება, რომელიც პროდასავლური არ იყოს. ისევე როგორც არ მახსენდება ყოფილი ხელისუფლების არც ერთი განცხადება, თუმცა ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ახლანდელთან მიმართებაში, მაქვს დასაკვირველია კითხვის ნიშნები მის პროდასავლურობასთან დაკავშირებით. 18 სექტემბრის კადრები, რამაც განაპირობა ჩემი აზრით დიდწილად არჩევნების შედეგი, რამაც გამოააშკარავა ის, რაც ხდებოდა ქართულ საპატიმროებში, არის დადასტურება იმისა, რომ ერთს ამბობდა ყოფილი ხელისუფლება და მეორეს ჩადიოდა რეალურად მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ისევე როგორც ეხლა სამხრივი რო არ ვიყო და ობიექტურობა რო შევინარჩუნო, არ მინდა ვთქვა, რომ კურსი იცვლება მეთქი, მაგრამ რაღაც გარკვეული სიფრთხილით მაინც იმის გათვალისწინებით, რომ 100 დღე გასულია ხელისუფლების არჩევიდან, ჩვენ მაინც რაღაც გარკვეული კრიტიკა უნდა დავიწყოთ ხელისუფლებისა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ივანიშვილისა. ჩემი აზრით, სწორედ იმ განცხადებების კვალდაკვალ, რომელიც განსაკუთრებით სომხეთში იყო გაკეთებული. ყარსი ახალქალაქთან დაკავშირებითაც, თუმცა ის განცხადება გამოსწორებული იქნა პრემიერ-მინისტრის მიერ, ამდენად მე აღარ ჩავუხმოვდები, მაგრამ ის, რომ სომხეთი არის სამაგალითო ქვეყანა და თეთრი შურს ბელაი ზავისცუ თქვა პრემიერმა რუსულ ენაზე რადიო თავისუფლების სომხური ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში, ეს ცხადია იმსახურებს კრიტიკას, იმიტომ რომ სომხეთი სამაგალითო ქვეყანა ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით კუთხით რასაკვირველი არ არის, მეტიც ეს არის ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ აქვს ნატოსთან, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის გიუმრის სამხედრობაზა, რომელშიც საზღვარს პერიმეტრს საზღვრისა აკონტროლებენ რუსი ჯარისკაცები, რუსის ჯარი 2058 წლამდე თუ არ ვცდები გაფორმებული აქვს რუსეთის ხელშეკრულება გიუმრის სამხედრო ბაზის კონტროლის თაობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენად საზოგადოების ის ნაწილი და არა ნაციონალური მოძრაობის ჭრილიდან, არამედ ადამიანები, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში და მეც თავისუფლებას მივცემ ასეთაც წარმოვაჩინოს საკუთარი თავი, უჭერდნენ მხარს ქართულ ოცნებას გარკვეული სიფრთხილით, მე არ მინდა კურსის ცვლილება დავარქვა, მაგრამ გარკვეული სიფრთხილით და კრიტიკული თვალით, უფრო გამახვილებული თვალით უნდა დააკვირდნენ განსაკუთრებით ამ მიმართებით არსებულ საგარეო კორპორატებთან დაკავშირებით არსებულ განცხადებებს. რაც შეეხება ბატონ ალასანიას, აქ თქვენმა რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ სიმბოლური თანამდებობა ჰქონდა ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
მე დაახლოებით მინდა წარმოიდგინე მე როგორც ჟურნალისტმა რამდენიმე ჯერ მომიწია თქვა იმავე თავისუფალ დემოკრატებში რესპუბლიკურ პარტიაში პროფესიული კარიერის მანძილზე ყოფილვარ ლეიბორისტულ პარტიაშიც და გამიშუქებია თქვა იქიდანაც უნდა წარმოიდგინოთ ქართული პარტიები როგორია ვიდრე ბიზინა ივანიშვილის გამოჩენამდე და დღესაც როგორია ეს არის პატარა ოფისები ამ პატარა ოფისებს აქვთ პატარა სათათბირო ოთახები და პატარა სათათბირო ოთახებში არის საოთახეთან არის პატარა სამზარეულოები თუ პატარა სამზარეულოებში ადამიანები საუბრობენ მათ შორის იმ საკითხს რომელიც შესაძლოა ეხლა უდროა პრემიერ-მინისტრის აზრით მაგრამ მეორე მხრივ 2013 წელი მე ვერ დავეთანხმები გია ხუხაშვილს რომ არ არის საარჩევნო ციკლი განიხილავენ გია ნოდიას რო დავესესხოთ მეგობრები თუნდაც ან რაღაც თავარი კომიტეტის წევრები რაღაც საკითხს და ეს ხმა გადავცელდება მე და ჩააღწევს რომელიღაც რეგიონამდე საიდანაც ტრიალდება ეს ხმა და წავკისის გზაზე არსებულ სახლამდე პრემიერ-მინისტრის ბიზნეს ცენტრამდე თუ კანცელარიის შენობამდე აღწევს და ამის ნიადაგზე ხდება ვიცე-პრემიერის ამ შემთხვევაში მეც უნდა ვიხმარო აპატიეთ სიტყვა დასჯა თანამდებობრივი დაქვეითება მარტო თავდაცვის უწყების დატოვება ხო მე არ მგონია რომ ეს სერიოზული არ უნდა ესეთი ამ დონეზე გადაწყვეტილება ამ საფუძვლით გადაწყვეტილება ჩემი აზრით არ უნდა მიიღებოდეს ქვეყანაში ნიშნულოვანია რომ სწორედ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის მინისტრი როითავსებს თავდაცვის მინისტრობას როითავსებს იმ კაცს ჰქონდა ვიცე-პრემიერის თანამდებობა და ეს ერთგვარ სიგნალაზე ამას ერთგვარ სიგნალადაც თუ აფასებს საზოგადოება რომ ცოტა პროდასაურ კურსს ხალი შეუყენეს ხო სკეპტიკურად მე არ მინდა რომ ესე ხმამაღალი ვიყო ეს ერთჯერადად არ ხდება ეს მთელი პროცესია ბევრი რამე მაგალითად ის რომ ევროსაბჭოში 2 დღის წინ მიიღეს ძალიან კარგი რეზოლუცია რომელშიც ქართული ოცნების წარმომადგენლების მონაწილეობდნენ ბატონი შიქოვანი სხვაშორის პალესანიის პარტიის წევრია გამოვიდა და იქ წარმოთქვა არაჩვეულებრივი სიტყვა სადაც 500,000 ევროპელ დევნილად მოიხსენია ის ადამიანები რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მეორე ნაწილში დევნილები გამოდენილი არიან საკუთარი სახლებიდან ეს არ არის მაგის მანიშნებელი მაგრამ იგივე სომხეთთან დაკავშირებით აკეთებული პრემიერ-მინისტრის განცხადება ცოტა ეჭვის საფუძველს იძლევა ამდენად მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებას თუ ობიექტურები ვიქნებით ისე როგორც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა გასასწორებელი ეს მეგზავნილები ეგრეთ წოდებული მესიჯ ბოქსი ხო ან მესიჯები მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე გავკადიელდები და ესე ვიტყვი ასევე გასასწორებელი აქვს მათ შორის ქართულ ოცნებას ბევრი სხვა კითხვაც ისმის ეხა იგივე აღარ მახსოვს ეს რაგვარია ეს სომეხი ჩანხალიანი იმასთან განთავისუფლებას იმის მისი განთავისუფლებასთან დაკავშირებითაც კერძოდ არც პრეზიდენტ სააკაშვილის ისტორიას არ გავიზიარებ ეხლა იმასთან დაკავშირებით რომ ის არძინბა იყო თუ არძინბა იყო მაშინ არძინბას მუხლით დაგეპატიმრებინათ ის და არ ყოფილიყო ის რაღაც იარაღის სტარებისთვის დაპატიმრებული სამშობლოს ღალატისთვის თუ რაღაც გრუს აგენტობისთვის ყოფილიყო ის დაპატიმრებული თუმცა ესე გუნდა მშვიდებული არ ვიქნებოდი არც იმ ადამიანების ნაცვლად ვინც ამბობს რომ ის არც არაფერს აფრთხეს არ წარმოადგენს თუ არსებობდა კანცელარიაში სახელმწიფო კანცელარიაში შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში ცნობა იმის თაობაზე რომ ეს ჩანხალიანი იყო თუ არის დაპატიმრებული ამბრალდებით მაგრამ რეალურად რაღაც განსაკუთრებული მტერია სულ მინიმუმ ძიებას მაინც ჩავატარებდი ისევე როგორც იმ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებულებზე რუსი გვარების ფიგურირებს მე გვარები არ მახსოვს მაგრამ დიახ ის მათზე სულ მინიმუმ გამოძიებები მაინც იყო ჩასატარებელი ახლანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეს არის ის ობიექტური კითხვები რომლებიც მე ვფიქრობ ჩდება საზოგადოებაში რომელიც არავისკენ არ არის და ობიექტურად 100 დღის გასვლის გათვალისწინებით რაც გავიდა არჩევნებიდან ხო ნელ-ნელა იწყებს აღებს კარს აღებს სივრცეს ახლანდელი ხელისუფლების კრიტიკის, ისე რომ არც ავიწყდება ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა, რომელმაც ძალიან ბევრწილად დახია ევროპეიზაციის გზიდან საქართველოს უკან. და მე მაინტერესებს ირაკლი კითხოთ, თქვენი აზრით, როგორ ფიქრობ, აი ეს მოხსნა ვიცე-პრემიერობიდან ალასანიაში შეასუსტებს თუ არა მისი პარტიის პოზიციებს კოალიციის შიგნით და ზოგადად როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ ამის შემდეგ კოალიციაში ძალთა ბალანსი? მე ვისაუბრებდი უფრო კარგი კითხვაა, ეკა. ვისაუბრებდი შეასუსტებს თუ არა არ ვიცი, ჩანს შეასუსტებს. ყოველ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატების გამოკვეთილი ლიდერი არის ირაკლი ალასანია და ირაკლი ალასანია აც უკვე აღარ არის პირველი ვიცე-პრემიერი თუ ვიცე-პრემიერი და მისი დასჯა
ბრჭყალებში თუ ბრჭყალოთ მოხდა პრემიერ ივანიშვილის მიერ. ამდენად მე ვფიქრობ, რომ მოცემულ ეტაპზე 25 იანვრის მდგომარეობით ცხადია შესუსტებულია. თუმცა დინამიკა ოქტომბერში არჩევნები და თუ ამ კონსტიტუციით ვიმჯერებთ, დინამიკა გააჩვენებს ვისზე შეაჩერებს მთლიანად კოალიცია და კოალიციის უპირობო ლიდერი ივანიშვილი არჩევანს. ამავდროულად მე მინდა სინანული გამოვთქვა, რომ ამგვარი მმართველობის ფორმა როგორც შემოგთავაზა ამ кейსის შემთხვევაში პრემიერმა ივანიშვილმა, ვფიქრობ, რომ უნდა მაინც საკრიტიკოა, იმიტომ რომ ეს არ არის თლად დემოკრატიული ფორმა და ნატო ან ევროკავშირი, ევროპეიზაცია არის ღირებულებათა სისტემა, მათ შორის ადამიანებთან შორის ურთიერთობის ფორმაც და მე მახსენდება პრეზიდენტი სააკაშვილი საბაჟოს უფროსი რომ მოხდა ნოღაიდელი რო ყავდა გვერდზე, შეხედეთ ეს როგორ არის საქმის გამკეთებელიო. ჩვენ პრეზიდენტი სააკაშვილი 1 ოქტომბერს მათ შორის იმიტომაც გავაყენეთ მოცილების გზაზე საზოგადოებამ 60%-მა დაახლოებით, რომ ამგვარი ფორმით გამოირჩეოდა. აქვე ივანიშვილის შესახსენებლად ვიტყვი, ბატონი გია ხოხაშვილი ალბათ გავამეხმაურება, რომ ზუგდიდის აქციის დროს ინაკლი ალასანიას ივანიშვილი თავად მიუტრიალდა და უთხრა ამ კაცს ქვეყანასაც კი ჩააბარებდა კაციო და თუ ესეთი განწყობა იყო დაახლოებით 3 თვის წინ, შესაბამისად მას პარტიის საკუთარ სამზარეულოში ამ თემის განხილვის უფლება ბუნებრივია ჰქონდა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. ირაკლი ტაბლიაშვილი იყო ჩვენთან ერთად. ბატონ გია რომელი ვისაც ბატონ გია ხოხაშვილის მიმართა ამ შემთხვევაში ირაკლი წარმოჭრა ეს საკითხი და ბუნებრივია მეც მინდოდა, იმიტომ რომ დღეს მთავარი თემა ჩახალიანის გამოშვებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძლო ბევრი პრობლემა შეექმნა სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე. ამას მიება ასევე დღეს ტოროსიანი, რომელიც პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული, ჯავახკის ლიდერი, რომელიც პერსონა ნონ გრატა იყო საქართველოში გამოცხადებული, მას საქართველოს შემოსვლის უფლება არ ჰქონდა, დღეს მან განაცხადა, რომ ეს უფლება მიენიჭა. როგორ ფიქრობთ, სომხეთში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები თუ შეიძლება დეტალები მიყოლოდეთ ჩახალიანის ამბავსა, ძალიან ღრმად შედიოდა ჩვენ სომხურ თემაში. არა, სომხურ თემაში კი არა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის თემაში შევდივართ, თუმცა საგარეო ორიენტირებზე საუბარში შევდივართ. მე ჩვენება რომ ნელა ეს ანტისომხურ კამპანიაში გადადის რა. მე გეტყვით, რაც შეეხება ძალიან მარტივად გეტყვით, ეხლა რაც შეეხება ალასანიას ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ექსკლუზივი პროდესალური იმაზე, რა ქვია, ორიენტაციაზე ექსკლუზიური მფლობელი ამ პაკეტის ალასანია არ იყო, ამიტომ ისი ესე რომ ვთქვათ მინისტრად დარჩენა და უბრალოდ რაღაც სიმბოლური თანამდებობა ყველა იმას ამბობს, ხო, ჩამოშორება არ შეიძლება აღქმული ესე იყოს, იმიტომ რომ იქ ეხა იგივე ბატონმა ირაკლი ჩვენი ურთიერთობა რესპუბლიკურ პარტიასთან და ეხა რესპუბლიკური პარტიის ნებისმიერი ლიდერი თავის პროდესალური განწყობით არაფრით არ ჩამოუვარდება ბატონ ირაკლის, ხო? აქედან მე მგონი დამეთანხმებოდა ბატონი ირაკლი, ალბათ შემოვა მე ეთერში კიდე. ეხლა რაც შეეხება ჩანხალიანის საქმეს, ხო, შედგა ამნისტია. მუხლებით, იქ ჩანხალიანი გვარი ასე დაწერილა, ხო, ეხლა თქვენ როგორ გონიათ, ეხლა ჩვენ შავი სამართალი დავამკვიდროთ ისე, რითაც ანუ ვარაუდით, რომ აი ეს მე მგონი აგენტია და ამ შემდეგ, მაშინ ის მუხლი უნდა ქონოდა მიყენებული. ვისაც ქონდა ის მუხლი, ის პოლიტპატიმრებად გამოუშვეს. მაგრამ ეხლა მომისმინეთ, როდესაც ხადდება ამნისტია, ეხლა თუ ეს ამნისტია უდგებოდა ამ კაცს, ეხლა რა უკანონოდ დაეკავებინათ, რაც წინა ხელისუფლება აკეთებდა? კანონის უზენაესობის პრინციპი თუ არ დაიცავი, ეხლა ჩანხალიანი რო დააქცევს საქართველოს და ჯავახეთს, ეხლა ძალიან სასაცილოა, ხო, მთელი მთავრობა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა იმაში სამხრეთ ოსეთის და ყველა რუსეთის აგენტი აღმოჩნდა, ყველა იქით გადახდა სამ თვეში რა. იმადზე ის თითქოს ვინმე ჩანხალიანმა როგორ უნდა დააქციოს ეხლა ეს ქვეყანა, ხო? მით უმეტეს ჩანხალიანი არავის არ გამოუშვია. პერსონალურად შედგა ამნისტია მუხლებით, ეხლა რა ეკნათ, რომ ჩანხალიანს არ ეხება ამნისტიაო? ანუ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოთ, ჩანხალიანთან თუ რამე კითხვებია, იმისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, ხო? რომ კანონიერად თუ მას ეკუთვნის კანონით გათავისუფლება გამოუშვა, მაგრამ ყურადღებით იყვნენ ამ ადამიანისადმი. ეხლა ტოროსიანი დღეს ხავშორის ის სომეხი გოგონა, რომელსაც ღირსების ორდენი დაკიდა მიხეილ სააკაშვილმა აღმოჩნდა. არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ანტისაფექციფოებრივ ქმედებაზე. სომხეთში არა, სამ რაღაცას ამბობთ ერთად. სომხეთში გაკეთებული განცხადება, რომ სომხეთი უნდა იყოს ჩვენთვის საგარეო პოლიტიკურ იმ გოგონაზე ვილაპარაკო, ეხლა ღირსების ორდენით რო დაალდა, აღმოჩნდა რომ 2000 წელს ვიღაცა გაუტანია მანქანით. ხო, ეს პრობლემაა თუ ეს ამაზე ვილაპარაკო და ეხლა მივყვეთ ამ სხვა ეთნიკური წარმომავლობის. ეს სახიფათო იმას
იღებს, იცი, ტოროსიანი, პოგოს შეიძლება იყო ესეთი შეთანხმება, თუნდაც ერევანში ვიღაცასთან დაკავშირებით, ესე ჩვეულებრივი ამბავია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, ხო? იგივე რევერანს თუ უკეთებს ახლა სომხეთში ვიზიტის დროს პოლიტიკურ რევერანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამაზე აგება ახლა რაღაც ესე რომ თქვა და რაღაცაზე ნადირობა საფრთხეებისთვის არის თუ არა პრობლემატური სწორედ ეს იმის ადამიანის ახერხებს მოდროვის ლიდერი იყო სომხებს უყვართ კომპლიმენტები ბიძინა იონიშვილმა გაუგეთა კომპლიმენტი სომხეთის პრეზიდენტს რომ აი რაჭკვიანები ხართ როგორ ახერხებთ თუ ბალანსის დაცვასო დასავლეთსა და რუსეთს შორის ამით ესე იგი რაღაცა ესეთი საშუალო დასკვნებსაკეთებს თუ ეგ არის კომპლიმენტი იყო და თუ ეს რომ ყოფილიყო რაღაც იზოლირებული განცხადება, მხოლოდ შეგვეძლო გვეთქვა რომ შეეშალა კაც რაღაც ესეთი კომპლიმენტი უნდოდა, მაგრამ ვერ გათვალა ასე ვთქვა და მეტი მოუვიდა ამ კომპლიმენტში. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვერ გავიზიარებ ასე თქმას რომ ეს პროდასავლური კურსი ერევნის ასე ვთქვათ ინტერვიუმდე ასე ვთქვათ სულიად ცხადი იყო და ეჭვი არავის ეპარებოდა და ამ ინტერვიუმ შექმნა პირველი ეჭვები. პრობლემა ისაა რომ ეს ეჭვები არის რომ ეს პროდასავლური კურსი და ნატოს ინტეგრაციას უფრო ასე ვთქვათ ზოგადი სათქმელი სიტყვა ასე ვთქვათ მაგრამ სინამდვილეში რაღაც სხვანაირად ფიქრობს ყოველშვაში მთავრობის მეთაური და აი ამ კომპლიმენტი ძალიან კარგია და დიპლომატია ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ძნელია კონკრეტულად ამ განცხადების რაიმე ისე ინტერპრეტაცია, რომ ის არ ნიშნავდეს რაღაც შვილის მიყენებას საქართველოს პრონატოური პოლიტიკის ამიტომ რომ სულიად ცხადია, რომ ასე ვთქვათ საქართველოსთვის თუ სომხეთის პოლიტიკა იქნება რაღაც სანიმუშო, ესე იგი ჩვენ ვამბობთ ვარს იმ პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რომელიც საკამდე ქონდა, ასე ვთქვათ, ლოგიკურად შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაცია. შეიძლება ფსიქოლოგიურად გააკეთო ინტერპრეტაცია, რომ აი გადაღლილი იყო ბატონ ბიძინა და შეეშალა, ვთქვათ, ან რაღაც ასეთი. შეიძლება გააკეთოს ინტერპრეტაცია, რომ წამოწდა, ასე ვთქვათ, სინამდვილეში ვთქვათ, გვატყუებდა, რომ ნატო უნდა, მაგრამ წამოწდა, ასე ვთქვათ, ის რაც რეალურად უნდოდა და შეიძლება მესამე ინტერპრეტაცია, რომელიც ჩემთვის პირადად ცოტა უფრო ახლობელი, უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაცია, სინამდვილეში არ ესმის, ასე ვთქვათ, რეალური და ღრმა განსხვავება რა არსებობს იმ ურთიერთობებს შორის, რაც აქვს სომხეთს ნატოსთან, კარგი ურთიერთობა, ჩვენს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ხო? კარგი ურთიერთობა და ეს რომ პრინციპულად და თვისობრივად სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებია, ეს ამაში ფლად გარკვეული არ არის როგორც. კი ბატონო, ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენ გადაცემა, ბევრი კითხვა, მაგრამ სხვა დროს, როდესაც ესე იგი თქვენ მოხვალთ ბადონგია, თქვენ ფაქტებით და ესე ვთქვათ, ბიზნესმენების გულის ტკივილსაც მოგვიტანთ. დასაბუთებულს უკვე ფაქტობრივ მასალას კი ხო დასაბუთებულს განსაკუთრებით ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა ყველასთვის საინტერესო იქნება ჩემთვისაც როგორც ჟურნალისტისთვის განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენ მინიშნება გააკეთეთ 2 დღეს გააკეთებულ პრესკონფერენციაზე რომ რაღაც გადაადგილები იქნება მთავრობაში ესე არ იყო სინამდვილეში უბრალოდ მე დამისვეს კითხვა შესაძლებელია რომ იყოს მთავრობაში გადაადგილებები მე თქვი რა თქმა უნდა შესაძლებელია აი ზუსტად აი კონტექსტიდან ამოგლეჯაზე წეხან ბატონგიას რომ უთხარი ხო მე დამისვეს კითხვა შესაძლებელია გარეშეც არ არის აუცილებელი შესაძლებელი კითხვა იყო ესე შესაძლებელია იყოს გადაადგილებები და რა თქმა უნდა მეთქი ეს ყოველთვის შესაძლებელია ანუ მე არ მithქვამს რომ ეს იქნება ან არ იქნება ხო კითხვა დამისვეს და ზოგადად ეხა რა თქმა უნდა რუხი კარდინალის რეპუტაცია ძალიან ბიჭია ეს ხაშოს ერთმა ისიც კითხა რომ აი რუხი შარვალი რო გაცვიათო რუხი კეტები გაცვიათო ეხა რუხი ის დამემატ რა ვქნა ეხა აბა რაცაში გადავარდე მითხარით და გადავხვდები კი ბატონო. და მაინც გითხარით იქნებ. იგეგმება ცვლილებები. რა ვქნათ? აი ლეგენდას ვეფრთხილ ფაქტობრივად. ცოცხალ ხუხაშვილს ესაუბრეთ ის ჯობია. ლეგენდას გავანებოთ თავი. ლეგენდა Facebook-ში, სისინი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცოცხალი ადამიანი ბევრად ჯობია დამეწმუნეთ იმ ლეგენდას, რასაც კითხულობ. აი ცოცხალი ხუხაშვილი თავისი ღრმა ანალიზით, ალბათ ამით ეს გაახლოებთ თქვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ ისიც ამბობს, რომ მას ანალიზის განსაკუთრებული უნარი აქვს, ალბათ თქვენშიც ეს მოწონთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? იქნება ცვლილებები? იქნება. იქნება.
კარგი, დაველოდოთ. აი ეს როდის იქნება. ეს არის ესეც გითხარით. როდესმე კი იქნება. კი ბატონო, ექსკლუზივი ჩემი. ძალიან დიდი მადლობა გია ხუხავშვილი, გია ნოდია იყო ჩვენი სტუმრები, ჩვენ ერთმანეთს სამშაბათს შეხვდებით. დიდი მადლობა ყურადღებით.